მიმდინარე სამსახურამდე არსებულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ჩანართში მიმდინარე სამსახურამდე ხდება სამუშაო გამოცდილების შეტანა. არსებულ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილების შესავსებად მოვძებნოთ თანამშრომელი. გადავიდეთ პირად ბარათზე და ავირჩიოთ ჩანართის სტატუსი. აღნიშნული სახის სამუშაო გამოცდილება ივსება, როდესაც პიროვნება დანიშნული არის არსებულ პოზიციაზე სისტემის გაშვების თარიღამდე. ამ შემთხვევაში დანიშვნა უნდა გავყოთ ორ პერიოდად: სისტემის გაშვებამდე და სისტემის გაშვების შემდეგ. შესაბამისად, დანიშვნა აისახება ორ ჩანართში: მიმდინარე სამსახური და მიმდინარე სამსახურამდე. განვიხილოთ მაგალითი. თუ სისტემის გაშვების თარიღი არის 01.01.2015, ხოლო პიროვნება დანიშნული იყო მთავარ სპეციალისტად 01.02.2013-დან, ამ შემთხვევაში ჩანართში მიმდინარე სამსახურში იგი დაინიშნება მთავარ სპეციალისტად 01.01.2015-დან. ჩანართში მიმდინარე სამსახურამდე დაინიშნება მთავარ სპეციალისტად 01.02.2013-დან. ეს არის თანამშრომლის რეალური დანიშვნის თარიღი. 31.12.2014-მდე პროგრამის გაშვების თარიღამდე ერთი დღით ადრე, რადგან თარიღები მიმდინარე სამსახურში და მიმდინარე სამსახურამდე ჩანართში არ განმეორდეს. მიმდინარე სამსახურამდე ჩანართში სამუშაო გამოცდილების შესატანად ვაჭერთ ღილაკს დამატება. გამოდის ფანჯარა, სადაც ვავსებთ შემდეგ ველებს. აუცილებელ ველებს წარმოადგენენ ფიფქით აღნიშნული ველები. ველში ორგანიზაცია ეთითება თქვენი ორგანიზაციის დასახელება. ორგანიზაციის ტიპი ეთითება ორგანიზაციის ტიპი, მაგალითად საჯარო ორგანიზაცია. სამუშაო სფერო ეთითება პიროვნების სამუშაო სფერო, მაგალითად ბუღალტერია. სტრუქტურული ქვედანაყოფი ეთითება სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება, მაგალითად დეპარტამენტი ან სამმართველო. თანამდებობა ეთითება იგივე პოზიცია, რაც მივუთითეთ ჩანართში მიმდინარე სამსახური, მაგალითად მთავარი სპეციალისტი. თანამდებობრივი სარგო ეთითება პიროვნების დარიცხული ხელფასი. სტატუსი ვირჩევთ, რა სტატუსით არის დანიშნული პიროვნება, მაგალითად თანამშრომელი. გათავისუფლების მიზეზი. ამ შემთხვევაში ინფორმაცია არ ეთითება, რადგან ვავსებთ მიმდინარე პოზიციის ნაწილს. პერიოდი ეთითება დანიშვნის თარიღი 01.02.2013-დან 31.12.2014-მდე. პროგრამის გაშვების თარიღამდე ერთი დღით ადრე, რადგან თარიღები მიმდინარე სამსახურში და მიმდინარე სამსახურამდე ფანჯრებში არ განმეორდეს. სტაჟი, სამუშაო გამოცდილება, მონაცემი ავტომატურად ანგარიშდება პერიოდში მითითებული თარიღების საფუძველზე. აღწერა საჭიროების შემთხვევაში ეთითება დამატებითი ინფორმაცია. ფაილის მიბმა. ღილაკ ფაილის მიბმაზე დაჭერით ხდება ფაილის ამორჩევა და მიბმა, ებმის დანიშვნასთან დაკავშირებული დოკუმენტი, მაგალითად დანიშვნის ბრძანება ან ხელშეკრულება. მიმდინარე სამსახურში ნიშნავთ, როდესაც ხდება სისტემის გაშვების თარიღამდე სამუშაო გამოცდილების გაერთიანება სისტემის გაშვების თარიღის შემდეგ დანიშვნასთან. მონიშნის შემდეგ აქტიურდება ჩანართი მიმდინარე სამსახურში არსებული თანამდებობები. სახელმწიფო თანამდებობა ნიშნავთ, როდესაც პოზიცია წარმოადგენს სახელმწიფო თანამდებობას. ჩამოვშალოთ ჩანართი გლობალური კლასიფიკაცია, სადაც ვავსებთ შემდეგი სახის ველებს. ველი ორგანიზაცია, ვირჩევთ ორგანიზაციას, ვაჭერთ ღილაკს დიახ. ორგანიზაციის მითითების შემდეგ ავტომატურად ივსება შემდეგი ველები. ორგანიზაციის ტიპი, ორგანიზაციის ფუნქცია, ორგანიზაციის სახე, ორგანიზაციის ფორმა და ქვესტრუქტურის ტიპი. თანამდებობათა რეესტრი. ვირჩევთ თანამდებობას. თანამდებობის მითითების შემდეგ ავტომატურად ივსება შემდეგი ველები. თანამდებობის ტიპი, თანამდებობის დონე. თანამდებობის კატეგორია. არსებობის შემთხვევაში ვირჩევთ თანამდებობის კატეგორიას, მაგალითად მთავარი სპეციალისტის პირველი კატეგორია. საჯარო სამსახურის თანამდებობის რანგი. ვირჩევთ საჯარო სამსახურის თანამდებობის რანგს, მაგალითად უფროსი საჯარო თანამდებობა. საჯარო მოსამსახურის სახე. ვირჩევთ საჯარო მოსამსახურის სახეს, მაგალითად სახელმწიფო მოხელე. დასაქმების კლასიფიკაცია. ვირჩევთ დასაქმების კლასიფიკაციას, მაგალითად ბუღალტრები.
განრიგი. ვირჩევთ სამუშაოს შესრულების განრიგს, მაგალითად სრული. ავკეთოთ ჩანართი გლობალური კლასიფიკაცია. მიმდინარე სამსახურში არსებულ თანამდებობებს ჩამოვშლით და ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ თანამდებობას, მაგალითად მთავარი სპეციალისტი. არა ღილაკზე დაჭერით ვაუქმებთ შევსებულ მონაცემებს. დიახ, ღილაკზე დაჭერით ვინახავთ მონაცემებს და გადავდივართ საწყის ფორმაზე.